არაჰარმონიული სექსუალური ურთიერთობა, დისჰარმონიული სექსუალური ურთიერთობა, რომელიც არის მეუღლეებს შორის. როგორ ასახვას პოვებს ეს ყველაფერი შვილებზე? ძალიან მძიმე. რატო და რა ძალიან მძიმე, იმიტომ რომ დისჰარმონიას როგორც წესი მოყვება უთანხმოება ოჯახში. თუ ადრე ეს არ იყო და რაღაცნაირად სექსი აკეთებდა ამ რაღაცა წინააღმდეგობების, ფსიქოლოგიური თუ სხვა ხასიათის წინააღმდეგობების ნიველირებას, ხო? და სექსი ამ წინააღმდეგობების ნიველირების უბრწყინვალესი და ესე იგი უნივერსალური საშუალებაა და ეს გამოვარდა უცბად. იყო და გამოვარდა. ესე იგი გაშიშვლდა რა, რო იტყვიან რა. აქ შევადარებდი მე, აი ორი დაუშვათ მოწინააღმდეგე ძალა არის არმია, რომელთა შორის იყვნენ მაგალითად მშვიდობის დამცველები, პისკიპერები, ხო? და იყო რაღაცა ესეთი ზონა ნეიტრალური ნაცრისფერი და გავიდნენ და დარჩა ერთმანეთს რა მოხდება? მოხდება შეჯახება. ესე იგი კონფლიქტები, საოჯახო სკანდალები შესაბამისად ეს უმძიმესად აისახება ბავშვებზე და რა თქმა უნდა ლოგიკურად ეს დასრულდება განქორწინებით და განქორწინება ბავშვისთვის ეს არის კატასტროფა. კატასტროფა. მე ვიძახი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური კატასტროფა. ფსიქიკური. იგივე არის მამაკაცისთვის. რა თქმა უნდა, ქალისთვისაც ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ ქალი ამ კატასტროფას კარგად უკლავდება გაცილებით ვიდრე მამაკაცი. მამაკაცი ვერ უმკლავდება, ბავშვი რანაირად გამკლავდება. ბავშვი ხო დაუცველია. ამიტომ ეს სერიოზული პრობლემაა და ერთ-ერთი მე ვფიქრობ, რომ ღირსი არის უფრო მეტი ყურადღების